კლასიკური მუსიკის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ჭიათურის აკადემია, მეხუთე დღე. პირველი მუსიკალური ნომერი გერმანელი კომპოზიტორის ფოქსის კვარტეტი იქნა წარმოდგენილი. ნაწარმოები ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მუსიკოს შემსრულებელმა ლევან ცხადაძემ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა. ფოქსის შემდეგ სცენაზე შოპენისა და პროკოფიევის საფორტეპიანო ნაწარმოებები აჟღერდა, რომლებიც პიანისტმა ნათია ქავთარაძემ დაუკრა. მე მოხარული ვარ, რომ წელს კვლავ ჩატარდა ეს ფესტივალი მესამედ და უკვე გაიდგა თავისი ფესვები ჭიათურაში. და მიხარია ის, რომ ყოველ წელიწადს მოდის ახალი მსმენელი, მოდის დიდი ინტერესით, ძალიან დიდი ყურადღებით, ძალიან დიდი ენთუზიაზმით და ჩვენ შემსრულებლები მათ შორის თითოეული ჩვენთაგანი, რაც შეგვიძლია მთელი ჩვენი ენერგიით, ჩვენი ენთუზიაზმით ჭიათურის მსმენელისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ავიშურებთ ენერგიას. უცხოელმა მუსიკოს შემსრულებელმა ლაურენს ოთომ ვალტორნის სოლო კონცერტი წარმოადგინა. ფესტივალის მეხუთე დღე მოცარტის სერენადით დასრულდა. ამოები ჩვენთვის იცით, რომ ძალიან იშვიათია და რა ვიცი, გაოგნებული ვარ, ყველანაირად ყველაფერი მოგწონს. რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის. ძალიან კარგი საღამოები ტარდება. მენელისთვის, აი ჩვენი ბავშვები მაგალითად ძალიან მოკლებული არიან ამ კლასიკური მუსიკის მოსმენას, ის ჩანაწერები სხვა არის და ცოცხალი შესრულება კიდე სხვა არის. და ნაწილობრივ აი ჩვენ წვლილი მიგვიწვეს იმაში. მე პირადად აი პირველი კლასიდან მაგალითად სულ ვასმენინებ ბავშვებს. და უკვე არის იმათში ეს მოსმენის კულტურა. და აი ეს ასეთი კონცერტები კლასიკური მუსიკის უყალიბებს გემოვნებას და ძალიან კარგია პიროვნების ჩამოყალიბებაში საერთოდ და კლასიკური მუსიკის მესამე საერთაშორისო ფესტივალი ჭიათურის აკადემია უკვე მესამე წელია ჭიათურის კულტურის ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას, ჰოლანდიაში მოღვაწე მუსიკოს შემსრულებლის ლევან ცხადაძის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი ყოველწლიურად საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით მიმდინარეობს. ჭიათურის აკადემია 22 აპრილს გაიხსნა. 2 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოცარტის, ჰაიდნის, ვივალდის და რაინხარტის ნაწარმოებები ჰოლანდიელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი მუსიკოსების შესრულებით მოესმინათ. ძალიან დიდი და კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. სხვა დღეებს არ დავსწრები ვარ საპატიო მიზეზების გამო, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, მადლობელი ვარ ყველასთვის, ვინც ამ ღონისძიებას ჩაუყარა საფუძველი და ტრადიციად იქცა უკვე ჭიათურაში ეს ლამაზი დღეები. ვანებული ვარ დღევანდელი დღით და საერთოდ ტელეფესტივალით და ეს ფესტივალი ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან აღფრთოვანებული ვარ და მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც ეს ბედნიერება გვაჩუქა. წელია ეს ფესტივალი რაც მიმდინარეობს და იმდენად მიყვარს ეს ჭიათურის აკადემია, არც ერთი დღე არ გამომიტოვებია, სულ დავდივარ და ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა. ეს სამწუხაროდ ზოგიერთი მუსიკოსი, ვისაც ვიცნობდი წელს ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ვინ ჩამოვიდა, ძალიან კარგი პროფესიონალები იყვნენ თავისი საქმის და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონცერტებით და მინდა ტრადიცია დამყარდეს ის, რომ ყოველწლიურად ვიხილოთ და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღოთ ამ აკადემიით. ფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ ჯაზის საღამოც მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ჩიქვილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრენ. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 28 აპრილს გაიმართება, სადაც საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს მუსიკოსი გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს.